ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ჯამში 9 მილიონამდე ლარის გადახდა დაეკისრათ. მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა ფინანსთა სამინისტროს პოზიცია სრულად გაიზიარა. ექს-პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებოდნენ. სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. ჯანაშიას კი 300,000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო დავა 9 მილიონამდე ლარის ამოღების მიზნით. ლევან ჯანგველაძე ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა. ჩვენება სასამართლოს მოკლული ბიზნესმენის მძღოლმა მისცა. ჩადუნელის ჩვენების მიხედვით ფარცხალაძესთან ბოლო შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჯანგველაძე მას რადიკალურად სხვანაირი და გაკვირვებული მოეჩვენა. სუსი კორუფციის ბრალდებით დაკავებებს განაგრძობს. უწყება მთაღლითური გზით 400,000 ლარზე მეტის მითვისების ბრალდებით გურია ენერჯის დირექტორი და კიდევ ერთი პირი დააგავა. ერთს კი ბრალი დაუსრებლად წარედგინა. მოლდოვას მომავალი ევროპაშია. ამ ისტორიული ნაბიჯით მოლდოველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზას. ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა არჩევნებში მაია სანდუს პროევროპული პარტიის გამარჯვებას. მოლდოვას პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა ზელენსკიმაც. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის აქტივობა მარცხდება, ხოლო ევროპაში მოლდოვა იმარჯვებს, წერს უკრაინის პრეზიდენტი.